ოპს. როგორ ხართ? არ ვიცი ცხოვრობ, ხალხო. მაისის 23-ია. მე დავდივარ გუბერში და ღამის პირველი საათი ან 2:30. თუ იმენ მკითხავს რატომ? ყველა ნელა დამლელ მანქანას უნდა გაუგიმო. ანუ იმდენად ცველი ვარ, რომ აზრი არ აქვს გადამავლებენ თუ არა. თავისველი მაქვს. ატყდა ჩემი ჭიბრღერა გავალ მეგობრები იკრიბებიან. გამოვიდა და ვეღარ ბრუნდება სახლში. და მანქანა არ ყავს. ამიტომ უნდა მივაკითხოთ. რო წავიღოთ სახლში, რომ შვიდად დავიძინოთ. ბიჭის დებებო სათხართ. გამოდით. დამიმატეთ ყველგან და დავამშვიდოთ, რომ თქვენც ასე დადიხართ შუაღამის. ქოლგით უქოლგოთ მზეში წვიმაში. თქვენი შვილებისთვის საძებნელად არა, ვიცი სად არის. მოსაყვანეთ. დილამშვიდობის, როგორ ხართ? მე ნორმალურად ვარ, იმით ვიტყოდ, რომ ყველა თქვენგანი ხართ საუკეთესოდ. ეს ვიდეო იქნება იმაზე თუ როგორ შვენის ადამიანობა ჩემთვის. ნებისმიერს, მეგობარს, არა მეგობარს, ნათესავს. რამდენად დიდია დიდსულოვნება ადამიანისთვის, რამდენად ადიდებს მას და კიდევ რა კიდევ. მოკლედ, მივყვეთ ეს ქრონოლოგიურად, იცით რომ ჩემი მანქანა ისევ კახეთში, ისევ დაშლილია, ჩემი შვილი 6 დღის განმავლობაში ყოველი შაბათ-კვირა მას აკეთებს. ძალიან რთული გასაკეთებელია, ყველა ნაწილი მოტორის გახეხა რკინის სინით. თუ მოვძებნე სურათები აქ დავურთავ. და ეს ყველაფერი იწერება დროში, რა თქმა უნდა, ვერ ვშოულობ ნაწილებს. ეხა ველოდები ავადან წამოვიდა ტაქსი საბოლოო ნაწილის და დღეს მინდა რომ წავიდე კახეთში და იმეც ვიტოვებ, რომ დღეს თუ არა ხვალ ჩემი მანქანით წამოვალ, იმიტომ რომ ჩემი საქმე უმანქანოდ არ კეთდება. 22-ისთვის ჯერ ისევ გერმანიაში ვიყავი, რომ შემომევიდა შეკვეთა. რა თქმა უნდა ავიღე, იმიტომ რომ ვარაუდობდი, რომ 28-ში ყველა ვარიანტში მეყოლებოდა მანქანა. ადამიანები ვართ, შეეცვალა ადამიანს გეგმები და მოითხოვა ნაადრევად. რომ გადავხედე ნებისმიერ ადგილას ტაქსით წასვლა ჩემი აპარატურით, ცარიელი ხელებით მე დავაგება არ ვიცი. ყველა აპარატურით და ყველა ხსნარით და ყველა ჩემი იარაღით ნიშნავს იმას, რომ უნდა დაიკეცოს სავარძელი, უნდა ჩაიდოს ყველაფერი, შეწუხდეს, მოკლედ მძღოლი. დავრეკეთ რამოდენიმე მძღოლმა უარი მითხრა. ამ გოგონას ვუთხარ, რომ მაცადე თქო ჩამოვალ მეთქი საქართველოში თქო და ზუსტ პასუხს გეტყო მერე თქო. როცა უკვე მომწერა, რომ იქნებ უფრო ახლოს გადმომიწიო, მაჩქარებენ. ველაპარაკე რამოდენიმე ტაქსის მძღოლს, რომლებმაც მითხრეს უარი, იმიტომ რომ მესმის მე მათიც ვუთხარი, რომ გავფენცელობნებს და ისე ჩავალაგებ აპარატურას, მაგრამ მითხრეს უარი. მე გადავედი და იანდექსი მაქვს ჩამოწერილი, სხვა აპლიკაცია არ მაქვს ტაქსის, ვნახე ბარგის გადამტანი. ზიდი 300 კილოდან იწყებოდა. ნუ მოკლედ. ესე გადავწყვეტა, რომ კიდევ შემომივიდა შეკვეთა. გუშინ ვიყავი და ჩავსვავ აქ საოცარი სახლი იყო, ცოტა გავაკეთე. და ვთქვი, რომ შევამცირებ აპარატურას, ხსნარებსაც რაღაცნაირად შევამცირებ და იქნებ არ გაბრუნდეს, იმიტომ რომ შორი მანძილი იყო. შაბათი დღე უნდა და შაბათით ძალიან მთხოვე რომ კვირაზე გადაიცვალა, იმიტომ რომ საცობია და ბევრს დამიწერდა ტაქსი, მოკლედ ტაქსზე ვარ მორგებული აბსოლუტურად დათვლილი მაქვს, მაგრამ ის რომ ვაიმე ის ცოტა წამოვიღებ თანამშრომლის გარეშე არ გამოდიოდა ეგ საქმე და ისედაც არ დავდივარ. ჩემი მარჯვენა ხელი, ჩემი ოქრო გოგო უკვე ჩემი მეგობარი, რომელიც თითქმის სულ ყოველთვის ჩემთან არის, თურცალია.
როგორც მე მჭირდება, მასაც ჭირდება, შემეძლო ორ დღეზე გამიყვა, შემეძლო ჩემთვის დამეტოვებინა, მაგრამ ეს არ ხდება, როცა მეგობრობა, როცა ურთიერთობა. რა თქმა უნდა, მისი ხელფასიც უნდა გავსულიყავი, არ ვიცოდი რა დამხვდებოდა ვიდეო ვერ ჩამიგდეს და მოკლედ დათვლილი მაქვს, მაგრამ ვიფიქრე, რომ იმდენად, ანუ დღეს უკვე საჭმელს ვეღარ ვიყიდდი. გამიჭირდებოდა ყოველ შემთხვევაში. და თქვი რომ რაც დამრჩება თქო, დამრჩეს თქო რა. აქეთ ვიანგარიში, იქით ვიანგარიში, აქეთ ვიანგარიში, იქით ვიანგარიში, მოკლედ კაი თქო. შაბათს ყველა იცით, ჩემი კარგი ნახიათ არ იცნობთ, იმიტომ რომ კიდევ განმეორდები, რომ ჩემი მეგობრები, ჩემი იმიტომ ქვია, რომ ჩემია. ალბათ მოვადრო. დაბადების დღეები ბევრი მაქვს გადაღებული, ეკას პრინციპში იცნობთ. მოვყევი ისე ვლაპარაკობთ, ძალიან დიდი ხანი არ გვენახა ერთმანეთი და შაბათი დღე მოვიწყოთ ესეთი ვიარეთ, ძალიან ბევრი მამავიდან საფლავზე ვიყავით. მე ჩემთან და გვესადილა გემრიელი ღვინო მიგვერთა, მოკლედ შაბათი დღე გქონდა რა, ესეთი საოცარი. უცებ მოვიბრუნდა და მითხრა, რომ ჩემი ახალი მანქანა წაიყვანეო. მე მქონდა პაუზა, მას არა. ეს ჩემთვის იმ ხელაპასუხებლობა იყო, ჯერ უცხო მანქანაზე ვიჯდები, როგორც არ და კარგი მძღოლი იყო. მაინც უნდა გქონდეს პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ სანამ გაბარით, სანამ რაღაც აღიქვა ძალიან რთული. ვიუკადრისოი არა მეთქი, ძალიან მწვანეა თქო რა. ნუ მოკლედ კი არა და საბოლოოდ გამოვიდა, რომ მათხოვა მანქანა ოღონდ მისი ძველი, რომელთაც მისი მეუღლე დადის. Toyotas ჩიქორთული სიჩქარის ყოლოფი ჩემთვის ყოველთვის გავუგებარი, იმიტომ რომ არასდროს არ ვაკვირდებოდი, ასე ვყურებდი, რომ ძალიან მოხოვული ამბავი ქონდა და იმდენად არ უმჯიდა არ ვარ Toyota-ზე და არ მომწონებია Toyota Prius-ზე, რომ არ მაინტერესებდა არასდროს და უცებ დავებენი, იმიტომ რომ სიჩქარის ყოლოფი ნანახი მაქვს, რომ სადღაც ატრიალებენ ამ საოცრებასავით რა. ხო და შეძლებ თქო ვკითხე, კაი გოგო რას ვერ შეძლება და ნუ ჯერ მადლობა აქედანაც, იმიტომ რომ გიცნობ და მყავხარ და ძალიან დიდი მადლობა რომ იმდენი წლის წინ მომიჯექი და ჩემი შვილის ნათლია ხარ და ჩემთვის ყველაზე საამაყო ადამიანი ხარ, ყველაზე განათლებული ხარ, ყველაზე გემრიელი ხარ და ყველაზე ძე ადამიანი ხარ. არა იმიტომ რომ მანქანა მათხოვა შენ იცი რომ მე ისედაც ესეთი წარმოდგენა მაქვს შენზე და ეს შენია. მე ის რომ მე დავფიქრდი. აი მე რას ვიზამდი მაგ დროს. აქ ეკაზე არ არის ლაპარაკი, ეკავს რომ თხოვოს რა ვიცი. იგივეს ვიზამდი. ან მე როგორ ტიპი ვარ, შემიძლია ესე ადამიანს გვერდში დაუდგე. ანუ ეს ხო არ არის რომ 5 ლარი გათხოვე და უკან და დამებრუნო მანქანა. მილიონი შემთხვევა. ანუ წარმოგიდგენთ რა დონეზე თუ მე ბევრი ცხოვრების პერიოდი მახსოვს, როცა ეკაი სრულად დავფიქრებლა დამდგარა და იმ ხელავალების თავდებში დამდგომია. იმ ხელა ჩემთვის იმ ხელავალი გამოუტანია თავის სახელზე და მოკლედ მილიონი რამე რა. რომ ანუ ეს პირველი არ ყოფილა და გასაოცარი არ ყოფილა. უბრალოდ ჩემთვის მანქანა არის, არ ვიცი, ანუ ცოტა ისეთი თემა რა. რომ შემთხვევაა. ხო და ძალიან ხშირად ვკითხე მე ჩემთვის რომ ახალი ჯიპი ყოლოდა. მისცემდი ვინმეს? პასუხი არ მქონდა. ვერ ვიპოვე პასუხი. ხან ხოს ვამბობდი, ხან არას ვამბობდი. იცი რა, დავფიქრდებოდი, გააჩნია ვის და მილიონი პასუხი მქონდა. ძალიან დავიძაბე რა თქმა უნდა, იმიტომ რომ სხვისია, იმიტომ რომ ახალია, იმიტომ რომ მარცხენა საჭიანია, მარცხენა საჭიანზე გერმანიაში ცუარი, კაი, ოკეი. არ აქვს მნიშვნელობა ჩემთვის მარცხნივზე ვარ თუ მარჯვნივ, მაგას ვერ ვარჩევ ხოლმე. ორივე სარკეში ისეც ყოველთვის ვაკონტროლებ, ხაზში ვდგავარ თუ არა. ხო და ეს სიჩქარის ყოლოფი დავამყობი დილით მანქანა დავკოკი, ჩემზე ბედნიერი კაცი არ ყო. მე ჩემ მანქანაზე 1.5-ით დიდია.
Toyota Prius. მესამე თაობაა მე მგონი. გაძვერი გადავწყვეტა რომ ნუ ამ ქალს ვთხოვე და გადამიცვალეთ რომ ვიფიქრე რომ შაბათს მაინც ცოტი იქნება და კვირას უმჯობესი იქნება. ყველანი გარეთ რატომ იყავით? მე რომ პასუხისმგებლობა და შიშები მქონდა თქვენ ყველა გარეთ რატომ დადიოდით? ხო და მე ბედნიერი ვარ ჯერ განსაკუთრებული მადლობა ეკას განსაკუთრებული მადლობა ყველა იმ ჩემს მეგობარს ვინც ძალიან ცდილობს რომ მე ადამიანობა მასწავლოს ანუ ნებისმიერი ესეთი მოქმედებით ნებისმიერი სხვისი გვერდში დგომით შენ სწავლობ ძალიან ბევრ რამეს სწავლობ ხვდები ნებისმიერი შენი დახმარებით ადამიანი შეიძლება რამდენი რამე გაუკეთდეს ანუ წარმოიდგინეთ ახლა მე გუშინ ტაქსში ფული რომ გადამახადა რამდენს დავკარგდი გიჟდები ეს უპირობო სიყვარულებზე ძალიან დიდი ხანია ჩვენ ერთად მოვდივართ და კიდევ ერთხელ გეტყვი რომ ბატიაშვილი მადლობა რომ ჩემი მეგობარი ხარ ჩემი ოჯახის ნათესავი ხარ და რა ვიცი ერთ-ერთი ძალიან მცირე მეგობრების წრიდან ჩემი უსაყვარლესი ხარ მოკლედ ახლა ველოდებით ნაწილს ელიავადან და მინდა რომ წავიდე წნორში მაგრამ იქამდე სანამ წავიდოდი წნორში ნიკოლას მშიერს ხომ არ დავტყობთ მოდი ვნახოთ რა ვიყიდეთ ფრესკომ სხვათა შორის გამოვაცა დავწყოთ ფრესკო ეს ციკლი დავიწყე ხო გერმანიდან მოვფრინავდი ეს არის დენიელ კიზის ყვავილები ელჯერნონისთვის ძალიან საინტერესოა მაგრამ ციგნია რომელთაც კითხვისაც უკან უნდა იარო გერმანიაში ბევრი ციგნი წავიკითხე მოვასწარე მოვიწყე ეს ჩემი საყვარელი საქმიანობა ხარატიშვილის წავიკითხე რამოდენიმე ნაწარმოები რომელიც არ მქონდა წაკითხული ეს ჩემთან არის ვაჭვარი სანამ არ გავტყება ვარ წავა და ეს ისეთი ციგნია დანიელ კიზის ნაწარმოები რომ ერთი წაკითხვა არ შორის რაღაცებს ვერ ვიგებ და უბრუნდები უკან და ხო ციგნებს ესე უდიერად ვეპყრობი ანუ აი ამდენი ხანი ციგნი არ დამჭირვებია დოსტოევსკის მოვანდომი ამდენი გადავიდეთ ახლა ფრესკოზე გადავწყვეტა რომ ესეთი ხრაშუნაპურებს თუ მოვიმარაგებ თონის პურს აღარ გავიჩრი ყბაში იაფი ღირდა ეს ღირდა ლარი და რაღაცა ხსნად იყავა მინდოდა მაგრამ ცეცხლის ფასი უკიდე რა ვიცი ძალიან გააძვირეს აღარ შემოგვდის დარიჩინიანი რაც მე მეყვარდა 9.99 იყო ჯაკობს დარიჩინიანი და სულ ყიდულობდი და ნეტა ამეღო მარაგში ერთი სამი ცალი და მოწყვეტეს გააუბედურსა დარჩენებს ისეთი ფასი აქვს რომ არ მინდა ყავა ნალექიანი ყავა ვიყიდე იმ დღეს ჯაკობსი და მაკინატოში ვიხდი მაგრამ იმის რეცხვა ხეხვის ნერვი არ მაქვს ხოლმე ეს იყო 7.99 ფრესკოში სხვათა ძალიან კარგი ფასია კარგი ყავა თვითონ ეს არ მაქვს ელეგანტი 6 ნომერია ჩემთვის არ იქნება მე 9 და 12-ით მეყვარს 2.99 ღირდა ეს არ არის ესეთი თვადო კარგი მაგრამ ვფიქრობ რომ არც ერთი არ არის ხო ეს ხრაშუნაპურია ვიღა რომელიც ჩიი და კინოათია ჩიათი და კინოათი ენა გამოვაძუკა ეს ღირდა 5 და რაღაცა მაგრამ რამოდენმეს ვიყიდი და ესე რომ იდება დავაწალებ ჩემთვის რომ როცა მომშვიდოთ შევჭრა 3.80 ღირდა ან 50 ну მოკლედ ყველაზე იაფი ეს რცხვერდა ელფ გასულია წყალი ერთი წამით ქათმის ფარში ფასდათმობით იყო კილო 10.99 და წამოვიღე 800 გრამი თუ არ ვსტები კარგი ქათმის ფარში აქვს ფრესკოს იშვიათად შემოაქვს და
რასარიცხი გავხადე. ლარი და 45-ად იყო ეს ჟელეები აქციაში. წამოვიღე, იმიტომ რომ ჟელე არასდროს არ არის ცოტა სახლში და არც ჩემს სამსახურში. გავტესტავ და თუ ნორმ გადავალ, მაგრამ ფერი ჩემი ფავორიტია მაინც. ეს ამასთან ერთად გადმოვიდა. შემდეგ შევერეტე ხილბუსტა. ეს იყო 32 ლარის თუ არ ვცდები, ფრესკო და 28 ლარის იყო ხილბუსტა. Wonderful. Kinzis ტაფილო წითელი ბულგარული წიწაკანიორი. დავაერთიანე. კიტრი. ახალი კარტოფილი. ალუჩო. და მარცვ. იმეც ვიტოვებ, რომ გადმომიყარა, კარგი იყო. ჩავალბობ ხა სოდაში და სასწრაფოდ გადავარჩევ და გავაგრძელოთ ეს ვიდეო. მოვიდრე ჩვენი მანქანის ნაწილი. რაღაცა კაროკის, მოკლედ მზად ვარ. არ გავუკეთე ხახვი იმისედაც წყალი გასდიოდა არც ტაფილო, არაფერი არ. ჩავამატე მხოლოდ შევასუნელი, შევაკვერცხე და დაისვენოს ცოტა ხანი და შევაცვლო. გავაკეთე გრანოლა. და ეს დილის საუზმეები რაც მაქვს. ყველაფერი მაცივრის თავზე უნდა დავალაგო, იმიტომ რომ იმდენ დამალულია რომ ვერ ხდება. ერთი. ეხლა ისე უნდა გადმოვიღო გრანოლა, რომ არ გავაკეთო. მე ნახე უდასმა ორი ხავალდი მაქვს ჩაფონები. იდეალური. არეტევანი ჟარეში და სულ რაშიც ვაძლევ ხოლმე, თუ ფასდათმობა არ არის, 8 ლარს და რა ვიცი, უფასოდ გავაკეთე. დაფლი მარილი, დარიჩინი, ნიგოზი, ცოტა ზეთი. ძველი გადაბურია, ძირში ვარ მოექცეს. Das Problem. Kalim zaten çömi savuz. İdealur, qoyuq çalışlarım. მაგრამ აქ ძალიან დიდხანს უნდა ვიდგე. გაწყვეტა მაქვს შესაცხოდ და ყველაფერს მივაწესიებ. ავად უყურთ წყალი. ჩიესთვის. რომლის ჭამაც. ჩემმა იქ მადამ დამაწყებინა. და მივეჩვიე. ისეთია ჩემი
ჩემი პირისთვის ფოტოშოპის დეჟი გემრიელი. მერე დიდ ჯამს, იმიტომ რომ ბევრი გამოჩნდეს. ოქროსკოვზე ყველაზე მნიშვნელოვანია. მე ვაკეთებ ორსუფრისკოს თხელს. ეს გვჭირდება ჩვენი საუბრისთვის. დანარჩენი რაც გვჭირდება მოვიტან. იოგურტი 0%-იანი. ცოტა ხილი. თვად კაპკაპადურული წყალი არ უნდა დაასხათ. შეგიძლიათ რძაშიც გააზავოთ. ყველა მიცით ჩია როგორ უნდა ვჭავთ, ხო? რამჯერად? ასე ვისა. ამ თავის საქმეს მე ხედავს და ამასთან ერთად მივერთმევდი ფინიკის ძალიან გემრიელი უშაქრო სნექი და ტკბილი ჯანსაღი სიტკ. იქიდანვე დავიწყე ძებნა, იმიტომ რომ ძალიან მომწონდა და ვიპოვე ფინიკის კარამელი. მცენარეული, მხოლოდ 3 ინგრედიენტი. ის 3 ინგრედიენტი რა არის? გეტყვით ახავე. არ წერია შემადგენლობა. ბოდიში. ფინიკი, წყალი და მარილი. უგემრიელესია და ძალიან ადეკვატური ფასი აქვს. ამასთან ერთად მივეთმევდი ხოლმე ხან-რომელს თხილის პასტას. ეს არის თხილა. ისიც ქართული კომპანია მე მგონი და ესეც რომელსაც აქვს ძალიან ბევრი გემრიელი რაღაცები. ესეც არის როგორც მითხრეს ბუნებრივიო, არაქისი 80%, ნუში 10 და შოკოლადი 10. 100 გრამში არის 599 კალორია, იმე არ ჭამოთ. მაგრამ გემრიელი 100 გრამს ხო ვერ შეჭამთ. ესეც ჩატა სტილია. ასეთი გახდა ჩვენი ჩია. ამის ბლინებსაც წვავენ და პიტას პურებს წვავენ და ხალხი დაგეშთა და გადავედით ამაზე. აღარ გვინდა სხვა არაფერი. აღერსია ფის. ასეთი კონსისტენციის ჭამა არ შეიძლება. ცოტა ხდება. ახლა კარგია.
ცხელიო. შეციტეს და გავაკეთოთ. ჩავს კოტლეტები. ჩვენი ჩიებს ზადა. იოგურტი, მაწონი, ხაჭო, არაჟანი რძე, ქოქოსის რძე, რომელიც გესიამოვნებათ. ნუშის რძე, უფრო დიეტური, შვრიის რძე, უფრო დიეტური. დავუმატებ ხო? ეს დავუმატებ. მიშობს არავის. მე მეყვარს ხოლმე როცა იოგურტი ბევრია და ზედაფენას უკეთებ, მაგრამ ამ შემთხვევაში მომიწევს რომ ოვზილო. ჩემი დამზადებული შვილის გრანოლა. დაახლოებით 30-40 გრამის ვიღებ ხოლმე. თქვენ დაჭერით უფრო გეომეტრიულად მე. მეკოხა. ასე ლამაზად ჯამთოდ გამიყურება ჩემი გილის შეუძმენ. Çok gămbrielia. Șediscret. Hei, tapusam că mă trătnă și îmi țori bani în pe păcătăpin. Tapusam și îmi țori bani în ușa crăt și îmi țori că încrept. Ușa crăt și îmi țori uașlit de daricini. Înțelegem pe ori variația mea. გადმოვი ქართულე. ჩემი საუკეთესო ხემსი დაუძინე ხო პირველი საათია, მაგრამ პირველი კვებაა და ძალიან მაბედნიერებს. ზუსტად ასე გემრიელობ გებშვებობით, როგორ გემრიელიც ეს არის. მომავალ შეხვედრამდე.